ერევანში ჩატარებულ საერთაშორისო კარატე-დოს ტურნირში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. კარატისტები საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველობის მოსაპოვებლად უშეღავათოდ ებრძოდნენ ერთმანეთს. საერთაშორისო ტურნირში ზუგდიდელმა კარატისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი ქალაქის ღირსებას 13 სპორტსმენი იცავდა. მათ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და ზუგდიდში 3 პირველი ადგილით და 7 მედლით დაბრუნდნენ. გუნდურ შეჯიბრში პირველობა კვლავ ზუგდიდელმა კარატისტებმა მოიპოვეს. ისინი დღეს საკუთარ წარმატებებზე საუბრობდნენ. ერევანში მივიღე მონაწილეობა და დავიკავე მესამე ადგილი. ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი, მონაწილეობას იღებდა 400-მდე სპორტსმენი და ჩემწლოვანებაში დავიკავე პირველი ადგილი. სომხეთში ჩატარდა კარატე-დოში საერთაშორისო ტურნირი, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და მოვიპოვე პირველი ადგილი. ზუგდიდელ კარატისტებს საქართველოს კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა წარმატება დღეს პირადად მიულოცა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და დიპლომები დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ზუგდიდიდან იყო წარდგენილი 13 სპორტსმენი. 13 სპორტსმენიდან ჩვენ მოვიპოვეთ 7 მედალი, მათ შორის 3 პირველი ადგილი, დანარჩენი მეორე და მესამე ადგილები. რამოდენიმე ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას. გუნდურ შეჯიბრზეც ანუ პირად გუნდური ტარდება იქ და გუნდურზეც ჩვენ პირველები გავხდით, როგორც ხშირად და ყოველთვის. ძალიან გმაყოფილი ვარ ჩვენი სპორტსმენებით. კარატისტები აქტიურ მზადებაში არიან, რათა 25 დეკემბერს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ წარადგინონ ქალაქი და ზუგდიდს გამარჯვებულები დაუბრუნდნენ.